მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ C# შესწავლას და ვაგრძელებთ ახალი თემით, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ. იმიტომ რომ ეს თემა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩვენთვის კოდის წერის პროცესს და ნელ-ნელა, როცა უკვე წავიწევთ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირებისაკენ და ასე ვთქვათ, შევალთ სიღრმეებში, თქვენ ეს ცნება, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ძალიან დაგეხმარებათ იმისთვის, რომ სინტაქსურად თქვენი კოდი გაამარტივოთ და ასე ვთქვათ, ბევრი არ იწვალოთ კოდის წერაზე. და ეს თემა, ამ თემას ეწოდება არაცხადად ტიპიზირებული ლოკალური ცვლადი და დარეზერვებული სიტყვა var. ხო, ნუ გავიგებთ, რას ნიშნავს var, რა არის და როგორ გამოვიყენოთ. ხო, ნუ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეოები. იმისთვის რომ არხი გახდეს უფრო მეტად პოპულარული. ხო, მოდი ახლა პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე და ვთქვათ ესეთი რაღაც. ვთქვათ ალბათ მთავარი რაღაცა, რომელიც ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ. ანუ მონაცემთა ტიპი var, ესეთი მონაცემთა ტიპი, რაზედაც დღეს ვსაუბრობთ, ანუ მონაცემთა ტიპი var ფიზიკურად C#-ში არ არსებობს. აი ეს var, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ მონაცემთა ტიპების შემცვლელად, ხო, რაღაც სიტუაციებში. ეს არ არის მონაცემთა ტიპი. ეს არის უბრალოდ გამარტივებული ჩანაწერი დეველოპერებისათვის, რომ ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ მომენტში მათ ზედმეტი წერა არ მოუწიოთ. უბრალოდ არ მოუწიოთ იმის წერა, რისი დაწერას შეიძლება უფრო მარტივად და დაწერონ ეს რაღაცა უფრო მარტივად. აი ესეთი რაღაცა არის var, უბრალოდ დაამხმარე არის და ერთი შეხედვით, როცა გამოვიყენებთ, ახლა ჩვენი თონას მივხვდებით, რომ თითქოს და წააგავს ცალკე მონაცემთა ტიპს, მაგრამ ესე არ არის რეალურად C# პროგრამირების ენაში var არ არის მონაცემთა ტიპი. მონაცემთა ტიპები შესახებ C#-ში ჩვენ ვისაუბრეთ ჯერ კიდევ ლექციის დასაწყისში და ვიცით რა და რა მონაცემთა ტიპები არსებობს. ეს არის int, double, float, string, bool და ასე შემდეგ და სხვა კიდევ მრავალი. რომლის შესახებაც ჩვენ გქონდა საუბარი. რაც შეეხება var-ს, ანუ ეს ხშირად ერევათ ხოლმე და მაგიტო ვაკეთებ ამ ხელა აქცენტს ამაზე, რომ var არ არის მონაცემთა ტიპი. მიუხედავად იმისა, რომ ერთის შეხედვით გამოყენების თვალსაზრისით ის ძალიან წააგავს მონაცემთა ტიპებს. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს დავიმახსოვროთ და დავიბეჭდოთ კარგად, ჩავიბეჭდოთ თავში, რომ თუ სადმე შეხვდება შეკითხვა ან რაღაცა რომ var არის თუ არა მონაცემთა ტიპი, ან აი ესეთი საკითხი წარმოიჭრება, დაიმახსოვროთ, რომ C#-ში var მონაცემთა ტიპებს არ განეკუთვნება. მოდი ახლა პრაქტიკაში ვნახოთ რა არის ეს var, რას აკეთებს და როგორ მუშაობს. შევქმნათ რაღაცა, დავწეროთ სიტყვა var ჩვენს main მეთოდში a და მივანჯოთ მას მნიშვნელობა 5. რას აკეთებს ეს var? ეს var ეუბნება კომპილატორს, რომ მან უნდა გაარკვიოს აი ამ ცვლადის ტიპი იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ მას გადავცემთ. ანუ ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელობა არის 5-იანი. ჩვენ აი ამ ცვლად a-ს გადავცემთ მნიშვნელობას 5-იანს. როგორც წესი მთელი რიცხვების გადაცემისას ჩვენ ვიყენებთ ყველაზე ხშირად მონაცემთა ტიპ int-ს. ეს ყველასთვის ცნობილია როგორც კომპილერისთვის, ასევე ჩვენი Visual Studio-სთვისაც. აქედან გამომდინარე, აი ესეთ ჩანაწერის შემთხვევაში ეს ჩვენი a ავტომატურად აიღებს მნიშვნელობას int-ს. გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს გადაცემული ტიპი 5 არის მთელი რიცხვი. იმ შემთხვევაში, თუ მე აი ამ 5-იანს გადავაკეთებდი 5/5-ად, მაგალითად, აი ესე ჩანაწერს თუ გავაკეთებდი და მივიტანდი ამ a-სთან, დავინახავდით, რომ აი ამ a-ის მნიშვნელობა გახდება უკვე double და არა int, ხო? იმიტომ რომ აი ესეთი სახით აწილად ჩანაწერი და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ დეფალტოდ მუშაობთ double მონაცემთა ტიპთან. ნუ დაუშვათ თუ გვინდა რომ float-ად გადავაკეთოთ, ეს ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. უნდა მივუწეროთ ამას სუფიქსი f, რაც ავტომატურად მიანიშნებს აი ამ ჩვენ კომპილატორს, რომ ეხლა უკვე ჩვენ არა double მონაცემთა ტიპთან მუშაობთ, არამედ float-თან და შესაბამისად თუ დავდგებით აი ამ a-სთან, დავინახავთ, რომ ეს ჩვენი double გადაკეთდება float ტიპის მონაცემთა ტიპად. თუ დაუშვათ გვინდა რომ დეციმალი გადავცეთ, აი ამ f-ის მაგივრად ჩავწერთ am-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ავტომატურად მიხდება, რომ ეხლა უკვე მუშაობს დეციმალ
რიცხვთა ტიპთან და ასე შემდეგ. ხო, მოდი ახლა ავდგეთ და პირდაპირ აი ამ A-ში შევინახოთ რაიმე განსხვავებული ტიპის მონაცემი, ანუ არა რიცხვითი მონაცემი, ხო, დავუშვათ და შევინახოთ რამე string-ი. დავწეროთ hello world, ხო, მაგალითად. და მოვაქციოთ ორმაგ ბრჭყალებში, ხო? თუ ეხლა დავხედავთ ჩვენ strings, დავინახავთ რომ ჩვენი A-ის უბრალოდ თუ დავხედავთ ჩვენს A-ის, დავინახავთ რომ ეს აიღებს ავტომატურად string tips. ისე რომ ჩვენ აი წინ არაფერი არ გაგვიწერია. ჩვენ უბრალოდ დავწერეთ დარეზერვებული სიტყვა ვარი, რომელიც ასე ვთქვათ, ახვედრებს თავისით კომპილატორს, რომელიც ეუბნება კომპილატორს, რომ მიდი შენ თვითონ მიხვდი აი ეს რა მონაცემთა ტიპი არის, ეს ცვლადი გამომდინარე იქიდან თუ რა მნიშვნელობას გადმოგცემენ ტოლობის მარჯვნივ. ხო, ალბათ ამ ვარის ყველაზე მაგარი ასე ვთქვათ, უპირატესობა რაც არის ის რომ ეს ვარი არ არის განკუთვნილი სამუშაოდ მხოლოდ პრიმიტიულ მონაცემთა ტიპებისათვის. ამ ვარში შეგვიძლია დავიმახსოვროთ ასე ვთქვათ, მაგალითად ცოტა განსხვავებული მონაცემთა ტიპი, როგორც არის მაგალითად მასივი, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ეხლა აი ამ ჩვენ A-ის მივანიჭებთ მნიშვნელობას new int-ს და 4 კუთხის ფრხილებში დავუწერთ მაგალითად 10-ს, ანუ თუ დავუშვათ მივანიჭებთ 10 ელემენტიან მასივს და შემდეგ დავდგებით აი ამ A-ზე, დავინახავთ რომ ეს A აიღებს შესაბამის ტიპს, ანუ ავტომატურად გადაიქცევა მასიურად. ხო, მოდი ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ მონაცემთა ტიპი. თუ მე მგონი ამ მეთოდს არ შევხებივარ ჩვენ როცა ადრე აქედან გამომდინარე, მოდი ახლა განახებთ. ხო, ანუ ნებისმიერ მონაცემთა ტიპს C# პროგრამირების ენაში აქვს ეს მეთოდი, რომელსაც ეწოდება getType. თუ დავწერთ A-ს, დავაწერთ წერტილს, ბევრ მეთოდისგან ჩამოშლის, მაგრამ ერთ-ერთი არის getType, ხო? და რას აკეთებს ეს მეთოდი? ეს მეთოდი გვიბრუნებს თუ რა ტიპის არის ეს ჩვენი ცვლადი A, ხო? დავუშვათ თუ დავწერთ, თუ აი ამას ახლა ამ ჩანაწერს ჩავსვათ ჩვენ console write line-ში. აი ესე და გავუშვებთ, დავინახავთ რომ ჩვენი დაწერს ეს რაღაცა system int 32. ვიცით რაც არის int 32, ეს არის რეალური სახელი ჩვენი მონაცემთა ტიპისა. ეს int-ი, რომელსაც ჩვენ ხმარობთ, არის უბრალოდ ფსევდონიმი და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ადრე, როცა ვისაუბრებთ მონაცემთა ტიპების შესახებ. აქედან გამომდინარე ჩვენი int-ი, ეს int-ების მასივი იქ არის ესეთი ტიპი, system int 32 ტიპის მასივი. თუ გადავცემ დავუშვათ floats int-ის მაგივრად system single აი ესეთი ტიპი არის float-ი და ჩვენ ესეც ვიცით და ამასაც შევეხეთ. ხოლო თავად ეს მეთოდი getType ეს მეთოდი არის ასე ვთქვათ გაწერილი აქვს object class. ეს მომავლის თემა არის, მაგრამ მოდი ვახსენოთ, რომ ეს object class-ი არის ყველაფრის მშობელი C# პროგრამირების ენაში. ყველანაირი ტიპი მონაცემთა ტიპი, რომელიც გვაქვს ენაში, სათავეს იღებს სწორედ object-დან. და აი ამ object-ს აქვს getType მეთოდი. ეს ნიშნავს იმას, რომ რადგან object-ს აქვს getType მეთოდი, ეს მეთოდი აქვს ყველა მის შვილობას. შესაბამისად, ყველა მონაცემთა ტიპს აქვს ასე ვთქვათ getType მეთოდი. და შეგვიძლია ნებისმიერ მონაცემიდან აი ეს მეთოდი გამოვიძახოთ და ის დაგვიბრუნებს თუ რა ტიპი არის ეს, რა ტიპისა არის აი ეს ცვლადი თუ აი ეს მონაცემი ნებისმიერ, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ ამ მეთოდს გამოვიძახებთ. ხო, ესეც შეგვიძლია ვნახოთ რა ტიპისა არის ჩვენი მონაცემი. და ვასკვნით ახლა ამ მაგალითებიდან გამომდინარე, რომ აი ამ A-ის მონაცემთა ტიპი იცვლება გამომდინარე იქიდან თუ რა მნიშვნელობას მივანიჭებთ მას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წერთ აი აქ var, სახელ vars და არ უთითებთ კონკრეტულად რომელი ტიპის მონაცემს ვქმნით, ასე ვთქვათ არაცხადად უთითებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგეთ, ასე ვთქვათ, კაცრად ტიპიზირებულობის პრინციპი, ხო? და ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ C# არის მკაცრად ტიპიზირებული ენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ცხადი სახით უნდა უთხრათ ჩვენ პროგრამას, გარკვევით უნდა უთხრათ, რომ აი შენ მუშაობ აი ამ მონაცემთა ტიპებზე, ინახავ აი ამ რაღაცა მნიშვნელობას, ხო? მუშაობ ეხლა მუშაობ ამ მონაცემთა ტიპზე, ეს მონაცემის ტიპი უნდა გაუწერო ცხადი სახით და უთხრა, რომ
ასე ვთქვათ, მუშაობ და ინახავ აი რაღაცა ამ კონკრეტულ მონაცემს და ამების ერთმანეთში არევა და ეს არ შეიძლება, ხო? ანუ არის მკაცრად ტიპიზირებული ენა, ყველა მონაცემთა ტიპს ვეუბნებით სასურველ შესაბამის მონაცემის სახელს. და ეს ვარი, ეხლა თითქოს ისეთი საბეჭდილება რჩება, რომ ეს ვარი რაღაცა იმას გავს, რაღაცა ზოგადი სახელივით არის, ხო? მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. მოდი ახლა ვნახოთ მაგალითი. თუ აი ეს ისე მივანიჭებ hello world, ხო? ნუ ესე გახდება string ტიპის და შემდეგ თუ მომინდება რომ მე მას მივანიჭო რამე მნიშვნელობა, უბრალოდ გადავანიჭო რაღაცა მნიშვნელობა, დაუშვათ მივანიჭო რაღაცა რიცხვი, ნუ დავუძროთ a-5 სიტყვაზე, უკვე ხედავთ რომ მიწითლებს და არ მაძლევს ჩემი Visual Studio, ჩემი კომპილერი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს გავაკეთო. არ მაძლევს რატომ? იმიტომ რომ ამან უკვე იცის რომ ეს a არის string ტიპისა და ეხლა მე შენს მეუბნებო რომ შენ ვცდილობ რომ int მნიშვნელობა მიანიჭო რაღაცა strings-ო, ხო? რაღაცა ბუნებრივია არ მაძლევს საშუალებას. ანუ ამით ამ მაგალითით მინდო მეჩვენებინა რომ მიუხედავად იმისა რომ ეს ვარი გამოიყურება როგორც ასე ვთქვათ ზოგადი დასახელება ჩვენი მონაცემთა ტიპებისათვის. ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მკაცრად ტიპიზირებულობის პრინციპი აქ ირღვევა. string ტიპი ისევ რჩება string ტიპად და ინახავს ტექსტურ სახის მონაცემებს და int ტიპი რჩება ისევ int ტიპად და ინახავს მთელ რიცხვებს, ხო? ანუ აი ამათი არევა არ ხდება. არსებობს პროგრამირების ენები, სადაც ვარს იყენებენ ყველაფერში, ხო? ანუ თუ კი რაიმე რიცხვითი მონაცემის დაწერა არის სასაჭირო, ასე ვთქვათ, დაწერენ ვარს და იყენებენ მას როგორც ასე ვთქვათ ნებისმიერ შემთხვევაში და არ არის ამაზე არანაირი პრობლემა, მაგრამ C# ესეთ ენებს არ მიეკუთვნება. ანალოგიური მაგალითი განვიხილოთ და ეს hello world-ი წავშალოთ. საერთოდ ეს მოდი საერთოდ მთლიანად წავშალოთ და დავწეროთ ესე ვეცადოთ ჩაწერა, ხო? დავუშვათ მოდი ჯერ გამოვაცხადოთ სვლადი ვარით, მაგალითად var a და დავსვათ წერტილმძიმე და მერე ვეცადოთ რომ ამ a-ს მივანიჭოთ რაღაცა მნიშვნელობა მაგალითად hello სიტყვაზე, ხო? აი ამის საშუალებასაც არ მაძლევს. არ მაძლევს რატომ? იმიტომ რომ ანუ მე სვლადს როცა ვაცხადებ ვარით, მას მნიშვნელობა უნდა მივანიჭო ინიციალიზების თანავე, ანუ გამოცხადების თანავე. იმიტომ რომ ეს აი ამ ტიპს რომ მიხვდეს რა ტიპი იყოს ეს a, მას ჭირდება რაღაცა ტოლობა და რაღაცა მნიშვნელობა, რომელსაც ეს ამ ცვლას ჩვენ გადავცემთ. თუ ამას ეს მნიშვნელობა არ ექნება გაწერილი, ხო? ნუ ბუნებრივია რომ ეს ვერ მიხვდება რა ტიპს ემუშაოს და რა ტიპად გადააქციოს ეს ჩვენი ვარი. აქედან გამომდინარე ეს ჩვენი a. აქედან გამომდინარე ესე არ ხდება, როგორც თუ დაუშვათ ახლა თუ ჩავწერდით რაღაცა string a-ს და მერე აი a-ს მივანიჭებდით მნიშვნელობას, ხო? ეს კი ბატონო იმუშავებდა ჩვეულებრივად, მაგრამ ვარის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია. თუ წერთ ვარს და წერთ რაღაცა სვლადს, ჩვენ იმ სვლადის დაწერის თანავე უნდა მივანიჭოთ მას რაღაცა მნიშვნელობა. არა აქვს მნიშვნელობა ეს ტექსტი იქნება, რიცხვი იქნება თუ ასე შემდეგ. თუ ჩვენ მერე მოგვინდება მნიშვნელობის მინიჭება, ეს არ იმუშავებს, იმიტომ რომ ეს ჩვენი კომპილერი ვერ მიხვდება ამ a-ს რა მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, თუ აი ესეთ სარიალს დავტოვებთ. ხო, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რაღაცა var a, რომელიც იქნება 5-ის ტოლი და var b, რომელიც იქნება 4-ის ტოლი, ხო? შესაბამისად ჩვენ ეს ჩვენი კომპილერი და ჩვენი Visual Studio ამათ აღიქოს როგორც ჩვეულებრივ int ტიპის სვლადებს და შეგვიძლია პირდაპირ კონსოლში დავწეროთ a + b, ანუ მოვახდინოთ მათზე ჩვეულებრივად მათემატიკური ოპერაციები და გამოვიყენოთ როგორც ჩვეულებრივი სვლადები, როგორც ასე ვთქვათ, ვიყენებდით აქამდე აი ამ ვარის გარეშე. ახლა კიდე ერთი მომენტი ვარით გამოცხადებულ სვლადებს ჩვენ ვერ მივანიჭებთ მნიშვნელობას null-ს. აი თუ შევეცდებით რომ var a-ს მივანიჭებთ მნიშვნელობა null-ი, ეს გაწილდება და არ მიანიჭებს მნიშვნელობას null-ს. ნუ რატომ არ ანიჭებს null-ს? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ null-ი ენიჭება მხოლოდ reference ტიპებს ან value ტიპებს იმ შემთხვევაში თუ ისინი არიან nullable ტიპები. აქედან გამომდინარე აი ამ ჩანაწერიდან ვერ მიხვდება ვერც ჩვენი კომპილერი, ვერც ჩვენი Visual Studio და ვერც ჩვენ ვერ მიხვდებით რეალურად აი ეს a თავის თავში რას შეიძლება მოიაზრებდეს. ანუ შეიძლება იყოს nullable ტიპი თუ
შეიძლება იყოს უბრალოდ reference ტიპი. მაგრამ თუ ჩვენ ჩავწერთ აი ესე რომ ეს a-ის მივანიჭებთ რაღაცა string ტიპის მნიშვნელობას, მაგალითად hello-ს და შემდეგ აი ამ a-ის მივანიჭებთ null-ს, ეს უკვე პრობლემა არ იქნება, რადგან ეს მიხვდება რომ ეს a გამოცხადდა როგორც string ტიპი, გამოცხადდა როგორც reference ტიპი და შემდეგ reference ტიპით შეუძლებლად მიიღებს მნიშვნელობად null-ს. ხო, ну კი ბატონო, ესე ვერ მივანიჭებთ null-ს, ესე ასე ვთქვათ, პირდაპირ var a უდრის null-ს რო დავწეროთ, ხო, მოდი ისე დავწეროთ var a უდრის null-ს. მაგრამ ნუ არის რეალურად ერთი მეთოდი, თუ აი ესე ცხადის სახით დავქასთავ და ვეტყვი რომ აი ეს იყო string-იო. აი ესეთ შემთხვევაში მიიღებს null-ს, მაგრამ რა აზრი აქვს ესეთ ჩანაწერს, ხო? თუ string-ი გინდა პირდაპირ string-ი შევქმნათ, a დავარქვათ და ან რამე b დავარქვათ და მივანიჭოთ რაღაცა მნიშვნელობა, ხო, თუ ნალი გვინდა პირდაპირ ნალი მივანიჭოთ. აი ესეთ ჩანაწერი შეიძლება ჩაწერო თეორიულად, მაგრამ სისულელია, ესე რატომ უნდა ჩაწერო? ანუ ტყუილა ირთულებს ცხოვრებას რა ეგრე გამოდის. ამიტომ რეალურად დავიმახსოვროთ და მიიჩნევა კიდე ესეც არის, რომ მარტო ვარით გამოცხადებულ მნიშვნელობას null-ს ვერ მივანიჭებთ, თუ ასე ვთქვათ, ცხადის სახით არ არის გასაგები, თუ რა ტიპი არის ის. ხო, ну გამომდინარე იქიდან რომ ეს ვარი ეს ერთი კომფორტული გამოსაყენებელი არის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ავდგეთ და ყველგან ეს ვარი გამოვიყენოთ, ხო? რეალურად აი ესეთ მაგალითებიდან გამომდინარე, როგორც ახლა მე გაჩვენეთ, ვარის გამოყენება საერთოდ არ არის მიღებული და საერთოდ არ არის საჭირო, ხო, იმიტომ რომ ახლა მე აქ int-ს დავწერ თუ vars დავწერ, არსებითად მე ცხოვრებას არ მიადვილებს, ხო? ახლა int-ს დავწერ აქ თუ რაღაცა chars დავწერ თუ სხვა რაიმე ტიპს გადავწერ ცხადის სახით და ჯობია ეგრე გადავწერ თუ ამის საშუალება მაქვს, ხო, ეს ჩემს ცხოვრებას და ჩემს კოდის წერის პროცესს არანაირად არ აადვილებს. მაგრამ როდის არის ლეგიტიმური ამ ვარის გამოყენება? ამ ვარის გამოყენება უფრო ლოგიკურია და ლეგიტიმური არის უკვე ასე ვთქვათ შემდეგ ეტაპებზე, როცა ჩვენ გადავალთ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე და როცა ჩვენ რაღაცა სახის ობიექტი ან რაღაცა სახის კლასი გვინდა რომ გამოვაცხადოთ და აი ამ ობიექტის ან კლასის გამოცხადება დაკავშირებული არის დიდ გრძელ სახელთან, ხო, და ბევრ ასე ვთქვათ ჩანაწერთან, დიდ ჩანაწერთან არის დაკავშირებული. აი ესეთ შემთხვევაში კარგი იქნებოდა რომ გამოგვეყენებინა ვარი და გაგვიადვილდებოდა ცხოვრება. მაგალითად, მოდი ვნახოთ ესეთი მაგალითი. შევქმნათ რაღაცა dictionary, ხო, dictionary არის კოლექციის ერთ-ერთი სახე, როგორც არა იყო, მაგრამ განსხვავდება რა თქმა უნდა არაისგან და ჩვენ dictionary-ზე და სხვა კოლექციის ტიპებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ხო? ნუ ეს dictionary ცოტა სხვა სპეციფიური კოლექციის ტიპია, იღებს ორ საპარამეტრს, ეს არის key და value, ხო? ნუ მოდი აღარ ჩავშლით დეტალურად ამ თემს, სხვა დროს როცა კოლექციებზე გვექნება ლაპარაკი, dictionary-საც შევეხებთ. და იქნება ესე, ხო, ანუ dictionary-ს და სამკუთხა ფრჩხილებში უნდა გადავცემთ ორი წყვილი, ერთი key და მეორე value. დავუშვათ გადავცემთ int და string-ი. დავარქვათ რაღაც სახელი და new dictionary. აი ესეთი ჩანაწერი. ახლა წარმოიდგინეთ რა მხოლოდ ჩანაწერი არის ეს, ხო? ძალიან დიდი. ყოველ ჯერზე რომ ეს ხელით არ ვწერო, შემიძლია აი აქ დავწერო ვარი და ამას მივანიჭო პირდაპირ new dictionary, ანუ ტოლობის მარჯვენა მხარე დავტოვო ისე როგორც არის და შესაბამისად ეს ჩვეულებრივად იმუშავებს. ნუ აი ესეთ სიტუაციებში რა, ახლა ნუ შეიძლება უფრო თვალსაჩინო მაგალითით შევხვდეთ მომავალში, უფრო გრძელი ჩანაწერებით შევხვდეთ მომავალში და მე უფრო მივხვდებით ასე ვთქვათ როგორი კომფორტული არის ამ ვარის გამოყენება, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე სიტუაციები და ხშირად არის ეგეთი სიტუაციები, რომ ის ტიპი, რომელზეც მუშაობს, ზუსტად არ იცი რა ტიპია, ან იმის დასახელება საკმაოდ გრძელია და არაკომფორტული ჩანაწერია. და შესაბამისად შეიძლება რომ აი ესე შემოკლებული სახით ჩავწეროთ. ხო, მოდი ახლა ნახოთ როგორ მუშაობს ვარი მეთოდებთან ერთად. ხო, თუ დავწერთ რაღაცა static void მეთოდს და იქ შევეცდებით რომ პარამეტრს გადავცეთ ტიპი, ანუ რაღაცა var a მაგალითად, ეს გააწითლებს და ბუნებრივიც არის რომ გააწითლებს, ხო, იმიტომ რომ აი ამ ჩანაწერიდან ვერანაირად ვერ მივხვდებით ახლა ჩვენ რა ტიპი უნდა შედიოდეს ამ ჩვენ მეთოდში და რა ტიპზე უნდა ასე ვთქვათ მუშაობდეს ის. შესაბამისად ამ მეთოდს ვერ გამოვიყენებთ ესეთი სახით, იმიტომ რომ ეს vars პარამეტრებში ისე ვერ გადავცემ. ანალოგიურად ვერ გამოვიყენებ vars დასაბრუნებელ ტიპად, ხო? ანუ თუ მე დავუშვათ შევეცდები რომ აი აქ
void-ის მაგივრად აი ეს ვარი დავწერო, ხო? და ეს foo, ესეც არ შეიძლება, იმიტომ რომ ვერ მივხვდებით რა ტიპი უნდა დაბრუნდეს აი ამ მეთოდის მუშაობის შედეგად. ხო, გარდა მეთოდებისა, კლასსაც ესე პარამეტრად ვერ გადავცემ თუ არა. ჯერ არ ვიცი რა არის კლასი, ამიტომ არ გადაგღრილთ ამ მაგალითებით, არ გაჩვენებთ ჯერ კლასის სინტაქსს, მაგრამ იცოდეთ რომ კლასებსაც ესე პირდაპირ ვარს ვერ გადავცემ პარამეტრად. რა გვჭება საბოლოოდ, ხო? გვჭება საბოლოოდ ლოკალური ადგილი, ასე ვთქვათ, ლოკალური სივრცე, როგორც არის ჩვენთვის main-ი. აქედან გამომდინარე, სწორედ აი ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ვარი არის არაცხადად ტიპიზირებული ლოკალური ცვლადი, რომელიც მხოლოდ main-ის შიგნით ცოცხლობს. ანუ ლოკალურია. ხო და კიდე ერთი მომენტი, ჩვენ მეთოდის დასაბრუნებელ ტიპად ვარს ვერ გამოვიყენებთ, ანუ მეთოდს ვერ გავწერთ ვარ ტიპისად. ეს ვნახეთ და აგრეთვე ვერ გადავცემთ მას არგუმენტებად ვარ ტიპის მონაცემს, მაგრამ თვითონ მეთოდის ტანში შეგვიძლია შევქმნათ რაიმე სახის ცვლადი, მაგალითად ვარ რაღაცა b მაგალითად მას მივანიჭოთ სიტყვაზე რაღაცა მნიშვნელობა, შემდეგ ეს b დავაბრუნოთ როგორც შედეგი. აი ესეთ ჩანაწერი ლეგიტიმური იქნებოდა და იმუშავებს. ანუ მეთოდების შიგნით ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ვარი, მაგრამ ეს ვარი იქნება არა როგორც ასე ვთქვათ დასაბრუნებელი ტიპი, არა მეთოდის ტიპი, არა არგუმენტი, რომელსაც გადავცემთ, არამედ თვითონ მის ტანში შექმნილი რაღაცა ცვლადი და მნიშვნელობა. სულ ეს იყო რაც მინდოდა რომ ვარის შესახებ მეთქვა დღეს. ვფიქრობ საინტერესო ლექცია გამოვიდა, ვფიქრობ მოგეწონათ და მომავალში როცა უკვე ასე ვთქვათ გადავალთ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე და ჩავეშვებით ასე ვთქვათ ამ საკითხებში, უფრო ხშირად გამოვიყენებთ ვარს და მივხვდებით უფრო მეტად რამდენად კომფორტული არის ხოლმე რაღაც მომენტებში მისი გამოყენება.